დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ აღმოსავლეთმცოდნე ისლამის სპეციალისტი დავით კობერიძე. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და რა თქმა უნდა ისევ და ისევ მე პირადად ყოველ შემთხვევაში ვუტრიალებ, იმიტომ რომ რაღაცა მსოფლიოს დღის წესრიგის მთავარი თემა მაინც არის რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში და თუმცა ჩვენ არ ვიცით რაზე ილაპარაკეს, რა მოამზადეს, რა თეზისები იყო და რა საკითხები ჩამოაყალიბეს, რის გარშემოც მათ სურთ შეთანხმების მიღწევა და არ ვიცი ამას ოდესმე გავიგებთ თუ არა, ყოველთვის ძალიან დიდი ხნის წინათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გეოგრაფიას და ეს გეოგრაფია და ეს მარშრუტები მე ვფიქრობ გვაძლევს ინფორმაციას, რომ შევიქმნათ წარმოდგენა რა პროცესები მიმდინარეობს და რისკენ მიდის ეს პროცესები. კერძოდ, რას გულისხმობ? ფაქტობრივად ეხლა დაპირისპირება არის მაინც ქრისტიანულ სამყაროში, დასავლურთან ქრისტიანულ სამყაროში ზოგადად, იმიტომ რომ ეს რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ესენი დაობენ ერთმანეთთან და ეს სივრცე იმისთვის რომ ამ სივრცეში მშვიდობა დამყარდეს, ირჩევს მოლაპარაკების ადგილად საუდის არაბეთს, აღმოსავლეთს, ანუ მუსლიმურ ქვეყანას. და ამას ემატება მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ვლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ამ შეხვედრამდე თითქოს თანახმა იყო და მიესალმებოდა ამ ტიპის მოლაპარაკებას, შეხვედრის შემდეგ პროცესშივე უკვე და შემდეგაც მას საკუთარი ხისტი განცხადებები გააკეთა და აი გამიჯვნის პირველი განცხადება, რომ ის ემიჯნება ამ მოლაპარაკებას ამერიკის და რუსეთის ფედერაციებს შორის მიმდინარეობს, ეს განცხადება მან გააკეთა ერდოღანის გვერდით თურქეთში, საიდანაც უნდა გაფრენილიყო საუდის არაბეთში, მაგრამ გადაიფიქრა. ესეც ძალიან საინტერესო გეოგრაფია ჩემი აზრით და რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის მიმდინარე პროცესებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო, სანამ თქვენ გაგცემდეთ ამ კითხვაზე პასუხს, რომ არის ესეთი სამხედრო ექსპერტი აგილ რუსტამზადე, აზერბაიჯანელი, რომელიც ძალიან პოპულარული არის უკრაინულ არხებზე, მას ბლოგერებიც იწვევენ, თქვათ ელექტრონული მედიის წარმომადგენლებიც და მან ასეთი რამ დაწერა გუშინ, რომ მაკრონის განცხადების საპასუხოდ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირმა ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის და რუსტამზადემ დაწერა ასეთი მოსაზრება, მე მგონი მაყურებელი და მსმენელი მიხვდება, რატო უსვამ ხაზს აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა დაწერა. ანუ საიდან შეიძლება ეს იყოს გზავნილი, რომ შესაძლებელი არის ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თუ კი შეიქმნება თავდაცვითი გაერთიანება, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ევროკავშირი და თურქეთი. ეს განცხადება ჯდება აი ზელენსკის მიერ თურქეთში ერდოღანის გვერდით გაკეთებულ ხისტ განცხადების კონტექსტში. აი ეს გეოგრაფია რას გვეუბნება ბატონო დავით და საერთოდ აი ეს აღმოსავლეთის ანუ მუსლიმური სამყაროს შემოყვანა რატომ გახდა აუცილებელი ამ პროცესში? კი ბატონო. შევეცდები რომ ავხსნა ჩემებურად, რა თქმა უნდა. მართალი გითხრათ, მე ძალიან სიამოვნებს, რომ ძალიან ბევრი პრობლემის არსებობა კი არა თავისთავად, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებს ეძიებენ და ხანდახან პოულობენ კიდეც აღმოსავლეთის ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩემი პროფესია უკავშირდება უბრალოდ ამასთან. პირადული ინტერესებია. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკას შემთხვევით არაფერი ხდება და არც ის მოხდა შემთხვევით საუდის არაბეთში, რომ გაიმართა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში. ალბათ დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევდა, რომ პრაქტიკულად პარალელურად გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის და ალბათ დაკვირვებული მაყურებელი მიაქცევდა ყურადღებას, როგორი უკმაყოფილო სახე ჰქონდა გამომეტყველებას გულისხმობ თურქეთის პრეზიდენტს. რას უკავშირდებოდა ეს უკმაყოფილება? რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთში და არა თურქეთის რესპუბლიკაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი კონკურენცია არის პოლიტიკური გავლენების კუთხით. არა მხოლოდ აღმოსავლეთში, აი ზოგადად გეოპოლიტიკის კუთხით. თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას და არა მხოლოდ დღევანდელს ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს იმაზე, რომ
უწინდებურად გავლენები ჰქონდეს ძალიან დიდი არაბულ სამყაროზე. ესე იგი, ახლო აღმოსავლეთში მთლიანად და ახლო აღმოსავლეთი უზარმაზარი რეგიონია და აქ მოიაზრება არა მხოლოდ არაბული სამყარო და აზიური ნაწილი არაბული სამყაროში, არამედ იქით ცოტა უფრო შორს დასავლეთითაც ჩრდილოეთ აფრიკა. თურქები ამაზე ძალიან დიდ პრეტენზიას აცხადებენ. მაგრამ აქ მის ინტერესებს, პოლიტიკურ ინტერესებს ძალიან უპირისპირდება საუდის არაბეთი და მოხდა ის, რასაც ძალიან არის სურვებდა პრეზიდენტი ერდოღანი. ეს შეხვედრა უნიშნულოვანესი გაიმართა რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში. ამიტომ ახლა მან საკუთარი იმიჯის, არ ვიტყვი გადასარჩენად, მაგრამ შესანარჩუნებლად იმ ხალხის თვალში, ვისაც ის მოიაზრებს თავისი გავლენების სფეროთ, არ უნდა გაგვირდეს, რომ გაამჟღავნებს და გააჟღერებს ახალ ინიციატივებს, თავდაცვით, ეკონომიკურს, პოლიტიკურს, ყველანაირს. ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ერდოღანი გარდა იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი კაცია, ძალიან ამბიციური კაციც არის. საერთოდ შეგვიძლია ჩვენ მე მომავალში თუ სურვილი იქნა და თუ დაინტერესება პრეზიდენტ ერდოღანზე ვისაუბროთ და საერთოდ რა იდეოლოგიის მატარებელია ეს კაცი, ვინ არის, რა უნდა და ყველაზე მთავარ რა უნდა ჩვენგან საქართველოსგან. ეს არის მე ვფიქრობ და ნამდვილად ესეა. პრობლემა. ხო, პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა ზოგადად სადღაც რომელიმე ქვეყნის რაღაც მოსაზრებები, მისი ხელმძღვანელობის იდეოლოგიური მიმართულებები. ჩვენთან დაკავშირებით რას ფიქრობენ ამას, ეს არის ჩვენთვის უნიშნულოვანესი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში. ხო, ასე რომ ეს კონკურენცია თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის არის განუზომლად დიდი. საუდის არაბეთის როლი უნდა ვიცოდეთ ისლამურ სამყაროში, ხო? ისლამური სამყაროს ორი უდიდესი სიწმინდე მდებარეობს საუდის არაბეთში და საუდის არაბეთის მეფე ითვლება ამ ორი სიწმინდის მცველად. ეს არის ორი ქალაქია, მექა და მედინა. ხო. იყო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული მონაკვეთი, როცა ამ თელ ტერიტორიებს აკონტროლებდა თურქეთი და ოსმალეთის იმპერია. ოსმალეთის იმპერია, თურქეთი, მისი მემკვიდრე, სამართალ მემკვიდრე, ესე ვთქვათ. სურვილები პრეზიდენტ ერდოღანის დიდწილად უკავშირდება ამ გავლენების დაბრუნებას. შვენივრად იცის სამკაცმა, რომ იმ დონის გავლენებს ვერანაირად ვერ დაიბრუნებს და ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ აქ რაღაც პოლიტიკურ, რაღაც იდეოლოგიურ გავლენებზე არის საუბარი და საუბარია ძირითადად იმაზე, რომ თურქეთი იყოს მცველი სუნიტური სამყაროში და წარმოადგენდეს მთლიანად სუნიტურ სამყაროს. რასაც არაბები ძალიან ეწინააღმდეგებიან და არ დაუშვებენ ამას. არაბები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ არაბები ამას. ესეც უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება ახალ ალიანსებს სამხედრო კუთხით, რომელიც უკაცრავად სანამ გადავალ, დიახ, ბატონ დავით, ესე იგი ფაქტობრივად მე მგონია რომ თქვენ როგორ გონიათ ზელენსკის ეს ხისტი ტონალობა მხოლოდ ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასავლეთ ევროპის შეხვედრის თიყონაკარნახევი თუ ერდოღანსაც მიუძღვის ამაში წვლილი და შეიძლება დავინახოთ სიტუაციური თანამშრომლობა თურქეთისა და ევროკავშირისა მიუხედავად მათ შორის არსებული წინააღმდეგობისა 20 წელია კანდიდატია ხო ევროკავშირის წევრობის თურქეთი და საბოლოოდ თქვა რომ უკვე აღარ მინდაო შეიძლება დავინახოთ რომ მათი ერთობლივი ზემოქმედების და კიდევ მინდა რომ ვისაუბროთ ბრიტანეთის დაზვერვის გავლენაზე თურქეთზე და უშუალოდ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანზე როგორც ვიცი საკმაოდ ჭიდრო ურთიერთობა აქვს და გავლენის ბერკეტიც აქვს მიექვს თურქეთის პრეზიდენტზე. ეს ბუნებრივიც არის, რა თქმა უნდა, გავლენები ყოველთვის ესე იყო ისტორიულად ბრიტანული სპეცსამსახურების გავლენები და ის რეალური ნაბიჯები, რასაც ბრიტანეთის დგამდა ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო ამ რეგიონში, დიდწილად ემყარებოდა სპეცსამსახურების გათვლილ ძალიან შორეულ პერსპექტივაზე გათვლილ პროგნოზებს, შეფასებებს და მოსაზრებებს. რაც შეეხება
პრეზიდენტ ერდოღანის ურთიერთობას ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია განაცხადოს, პოპულისტური განცხადებები უყვარს ხოლმე ამ კაცს, პერიოდულად შეუძლია განაცხადოს, რომ მას აღარ აინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის, მას ძალიანაც აინტერესებს. მეორე საკითხია, რომ მას იქ არ ელოდებიან და პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს იქ მოხვედრის ევროკავშირში. ამიტომ ცდილობს რაღაც დაახლოების გზები გამონახოს, იქნებ რაიმე საშუალება მაინც გამოჩნდეს, რომ დაიახლოვოს ევროკავშირი, თვითონ კი არ დაუახლოვდეს, დაიახლოვოს ევროკავშირი დასჭირდეს ის. ხო, რა თქმა უნდა. რამდენად რეალურია ამ სამხედრო ალიანსების განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, როდესაც აქ ლაპარაკია ძირითადად იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ნატოს წევრები, ხო? მათ შორის თურქეთიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალის მფლობელი ქვეყანა. მე ძალიან მეეჭვება ახლა ნატოს წევრი ქვეყნები ქმნიან კიდევ რაღაც სამხედრო ალიანსს. ეს გამოიწვევს ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ძალიან დიდ აღშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატების და იქ რაღაც ორგანიზაციულ ზომებზეც კი შეიძლება იყოს ლაპარაკი. აქ იგულისხმება რაღაც დამატებითი სანქციები შეგვეშინდება ამ სიტყვების ევროკავშირის მიმართ და კიდევ ახალი მოთხოვნების წამოყენება ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის ქვეყნებს გულისხმობ აქ. იმიტომ რომ ტრამპმა გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს, რასაც ის გულისხმობდა, რაღაც 2%-იანი ბიუჯეტიდან თანხების დაფინანსება და მას კიდევ ექნება ახალი მოთხოვნები და ის მიაღწევს ამას და ის გააკეთებს. ფინანსურ მოთხოვნებზე რა თქმა უნდა, ფინანსურ მოთხოვნებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც ცალკეული ქვეყნები არ ახორციელებდნენ ფინანსურ შენატანს ბიუჯეტიდან დანახარჯებს არ აკეთებდნენ სამხედრო საკუთარი და ნატოს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად, რაც იწვევდა ამერიკის შეერთებული შტატების ბუნებრივ აღშფოთებას და ეს გასაგებიც არის. ხო, ეს ამბებია და კიდევ აღმოსავლეთში და ამ რეგიონში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, ძალიან ბევრი საინტერესო. ამაზეც გადავალთ აუცილებლად. ბატონ დავით, ფაქტობრივად ახლა თურქეთი გარდა იმისა, რომ ალბათ ევროკავშირს აწონებს თავს და ყირიმის მომენტიც არის, ხო, იმიტომ რომ ყირიმი ეს იყო რაღაც ხანგრძლივი ომების ისტორია რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის იმპერია აჯობა და თქვათ თავის იმაში მოაქცია ეს ყირიმი დაიპყრო, ანუ ერთად არ ვიცი როგორც არის სწორი ყოველთვის მის შემადგენლობაში იყო აქ შავ ზღვაზე გავლენებს ცდილობს ერდოღანი და კიდევ აი ეს მინდა პარალელში განვიხილოთ აი მაგალითად სირიასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ითანამშრომლეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა ძალიან ნაყოფიერად ითანამშრომლეს. მე ამას იმიტომაც ვშლი ხოლმე ამ თემას, რომ ჩვენ საზოგადოებას გონიათ, რომ ვიღაცის მოკავშირეა და არის სიკვდილამდე მოკავშირე, სანამ სიკვდილი არ დააშორებდა და სინამდვილეში პარალელურად და სიტუაციურად ხდებიან მოკავშირეები, თვით ერთი გაერთიანების წევრებიც კი და აი ბოლო ესეთი ნათელი მაგალითი არის თურქეთი, რომელსაც ითანამშრომლა ნატოს წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იქ საკმაოდ თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის იქ პლაცდარმი შეიქმნა, არა იმაში სირიის ტერიტორიაზე, ასევე ითანამშრომლა ისრაელთანაც სავარაუდოდ, იმიტომ რომ გასაგებია რომ ალბათ ითანამშრომლება სხვა ამ ძალებმა და ახლა გამოდის რომ ის თქოს უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. რის გამოთხოვას თუ გამოვაჭრებას ცდილობს ერდოღანი? ერდოღანი ცდილობს იყოს მუდმივად ხელისუფლებაში, ამისთვის მას სჭირდება მუდმივი წარმატებები, ხო მართალია. ჯერჯერობით მას თან გიულენი გარდაიცვალა, ხო, ეს პერკეტი აღარა აქვს. ხო, გიულენის ბოლო პერიოდში მას უკვე აღარც ეშინოდა, იმიტომ რომ მაგრამ ხო იყო ფაქტორი გამაღიზიანებელი. რა თქმა უნდა იყო გამაღიზიანებელი და ეს ფაქტორი მუშაობდა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზეც კი, იმიტომ რომ ერდოღანი მოითხოვდა ამ კაცის გადაცემას, მაგრამ ეს განხორციელებდა. თავისთავად. ეხლა რაც შეეხება ამერიკა აშშ თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობას სირიის ტერიტორიაზე. მე ამას ვერ დავარქმევდი წარმატებულ თანამშრომლობას, მე ამას დავარქმევდი ძალიან წარუმატებელ თანამშრომლობას. იმ ძალებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის სირიის ხელისუფლებაში.
ვისთვის იყო წარუმატებელი? უპირველეს ყოვლისა, ვისთვის შეიძლება იყოს წარმატება ან წარუმატებლობა იმ ტერიტორიაზე არსებული ხალხისთვის, ხო და ხალხისთვის კი, მაგრამ ამ ამერიკისთვის და თურქეთისთვის? ამერიკისთვის მე ვფიქრობ ჩემი აზრია პირადად, ასევე წარუმატებელი პროექტი იყო ეს და ალ-კაიდას მემკვიდრეების წინ წამოწევა წინ, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მე ვფიქრობ რომ არ დაუშვებს საბოლოო ჯამში ამის გაკეთებას. მაგრამ ალ-ჯულანი ეს არ იყო თურქეთის მიერ მომზადებული, ეს უფრო დასავლური პიარის ნამუშევარს გავდა. ალ-ჯულანი იყო თურქეთის მიერ მომზადებული, შეიარაღებული, გაწვრთნილი ბოლო პერიოდში. კი, რა თქმა უნდა, ჰალსტონს ატარებს კაცი ეს ჯიჰადისტიკა. რა თქმა უნდა, ჩამოუყალიბეს რაღაც პიარ მენეჯერები მუშაობენ იქ, რა თქმა უნდა. თურქეთმა რა თქმა უნდა გარკვეულ წარმატებას მიაღწია დროებით მხოლოდ, ეს ჩანს უბრალოდ რომ თურქეთმა მიაღწია წარმატებას იქ რაღაც გავლენები გაძლიერდა პრაქტიკულად სირიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ახლა იმაზეც კი არის საუბარი რომ თურქეთის შეერაღებულ ძალებს ძალიან გაუმარტივდათ ისრაელის საზღვრამდე მიღწევა, ხო? არა ისრაელის საზღვრამდე, არამედ გოლანის მაღლობებამდე, სადაც ისრაელის რეგულარული ჯარი დგას ახლა დღეს. ეს იყო ძალიან ჭკვიანური და იძულებითი ნაჯიბაბიჯი ისრაელის მხრიდან გადადგმული, იმიტომ რომ მათ იცოდნენ რა შეიძლება მომხდარიყო და რა საით მიდიოდა სიტუაცია, რომ თურქებიც და ეს ალ-კაიდაც მე ვაგრძელებ ისევ ამ ძალების ალ-კაიდათ მოხსენიებას მიაღწევდნენ ადრე თუ გვიან ისრაელის ტერიტორიამდე. ეს დაუშვებელია ისრაელის სახელმწიფოსთვის. ამიტომ და საბოლოო ჯამში ჩვენ თუ დავაკვირდებით აი უახლოეს ისტორიას, სახელმწიფოები, ძალები, ვინც თანამშრომლობენ ტერორისტებთან, აქტიურად ვინც თანამშრომლობენ, აიარაღებენ, წვრთნიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ასე შემდეგ. ადრე თუ გვიან თვითონ ხდებიან ამის მსხვერპლი. კი, რა თქმა უნდა. ამის კლასიკური მაგალითი იყო 2001 წლის 11 სექტემბერი და ალ-კაიდას შეტევები სოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ეს იყო პირდაპირი მაგალითი ამისი. გარკვეულწილად თანამშრომლობით, ყველა თანამშრომლობს იძულებით, ზოგი ნეფსით, ზოგი უნებლიეთ, მაგრამ გარკვეული თანამშრომლობა ამ ტერორისტულ ძალებთან თქვენ წარმოვიდგინეთ ისრაელის სახელმწიფოსთვისაც კი არის დამახასიათებელი და გარკვეული კონტაქტები ნებისმიერ იმ დაჯგუფებასთან, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოსთვის, მათთვის დამახასიათებელი და ისინი თანამშრომლობენ. გარკვეულ დონეზე, რა თქმა უნდა, არა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები და ასე შემდეგ, უბრალოდ კონტაქტები, გარკვეული ზეგავლენის მოპოვების ცდილობები და ჰამასთან თანამშრომლობდნენ, ჰეზბოლასთან ჰქონდათ კონტაქტები. მე არ ვიტყვი და ეს ასე არ იყო ნამდვილად, არანაირი ახლობლობა და მეგობრობა არ არსებობდა მათ შორის, მაგრამ ისრაელი როგორც იძულებით ესე ძალიან მძიმე სიტუაციაში მყოფი სახელმწიფო ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ გავლენები, გარკვეული დონის გავლენები იქონიოს იმ ორგანიზაციებს, რომელიც მის უსაფრთხოებას დაემუქრება. აი, რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე არაერთხელ განხორციელებულა ტერორისტული აქტი და მე გაგვიგია და გამოძიებას დაუდგენია, რომ ეს იყო რაღაც ისლამური სახელმწიფოს ძირითადად ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები. ნუ თურქეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, ძალიან ძლიერი სპეცსამსახურებით. და ძალიან ძლიერი არმით, ევროკავშირის არმიებისგან. და უნდა ვიცოდეთ და ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ მთელი ის ტერორისტების ბრიგადები, რომ დარბოდნენ წინ და უკან სირიის და ერაყის ტერიტორიაზე, ესენი ძირითადად გადადიოდნენ თურქეთიდან. და სხვათა შორის ეს მახსენდება, ეს არ შემიძლია ვიმეორებ ხოლმე მანტრასავით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში მუდმივად იყო ნახსენები ხოლმე პანკისის ხეობა, რომ პანკისის ხეობა ტერორისტების ბუდე იგზადებიან. კრინტი არ იყო ხოლმე დაძრული თურქეთზე, კონკრეტულად კანონს ყველა მიცოდა პანკისიდან ხა პროპელერები ხო არ ქონდათ ისინი გადაფრენილი იყვნენ, რაღაცა გზით მიდიოდნენ, ბუნებრივია. და ჩვენ არ ვესაზღვრებოდით იმას და აი ეს ორმაგი დამოკიდებულება ძალიან მაუცებდა, რომ ჩვენ დაბალღობეთ, განგვიხილავდნენ. ძალიან მცირე ხნით ჩვენ უნდა შევწყვეტოთ გადაცემა რეკლამის გამო, დაგველოდეთ ჩვენ მალე დაბრუნდებით.
იყო ეთერში ბრუნდები და განვით საუბარს ჩვენს სტუმართან აღმოსავლეთ ცოდნისთან დავით კობერიძესთან. ბატონო დავით, ევროკავშირის და თურქეთის ეს სიტუაციური დაახლოება თუ უკრაინისა და თურქეთის რით შეიძლება დაეხმაროს თურქეთი ან რის იმედი შეიძლება კონდეს თურქეთისგან ევროკავშირს თუნდაც იგივე სამხედრო თვალსაზრისით და თვალშორის იმის გათვალისწინებით რომ ისინი დღემდე მისტირიან მეჩეთებს ესპანეთში მეჩეთები დაგვინგრიესო ევროპელებმა თითქოს ის მეჩეთები იმ თავითვე იქ ყოფილიყო აშენებული ხოჩერის მეჩეთებს არ მხოლოდ ესპანეთში მისტირიან მეჩეთების გამალებული მშენებლობა და ორგანიზება მიმდინარეობს აი დღესაც კი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში საფრანგეთში აი ბოლო დროს დაიწყეს მხოლოდ ზომების მიღება რაღაც კანონმდებლო აქტების შემუშავება რაღაც უცხოელი იმამების წინააღმდეგ და რაღაც მეჩეთების უსისტემო მშენებლობის წინააღმდეგ საჭირო თუ არ არის თქო ხო და საერთოდ ეს ძალიან რთული თემაა და ისეთი ფაქიზი თემაა უნდა იცოდეს ადამიანმა ერთ შეხედვით აი ნუ რატო არ უნდა აშენოს კაცმა მეჩეთი ხო ნუ შედის ლოცულობს ნუ აი რა მოხდა როგორ შეიძლება ადამიანს დაუშალო ლოცვა ხო აუკრძალო შეუზღუდო ნამდვილად არ შეიძლება სხვა ნიუანსებია სხვა პრობლემებია აბსოლუტურად სხვა ამისთვის შეიძლება რა ცალკე სასაუბრო თემაც კი იყოს ეს თუ საინტერესო იქნება საინტერესოა და ვისაუბროთ აუცილებლად ეხლა თურქეთის თემა რომ აი ამ კუთხით ამოვწუროთ მისი ესეთი ცალით-ვალით ყურება პრობლემისადმი რომელიც მე ადრე თუ გვიან თვითონ მოუბრუნდება ხოლმე არა მხოლოდ ევროპიდან წამოსული ჯიჰადისტები გადადიოდნენ თურქეთის გავლით და არა მხოლოდ თქვა პანკისის ხეობა და რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტში ჩემი თვალით მინახავს ვიღაცები რომლებიც თბილისის სტამბოლის რეისით მიფრინავდნენ იქ ახლა მანდარინის საკრეფად იქ და დაფნის ფოთლის დასამზადებლად ეგენი არ დადიოდნენ იქ გადადიოდნენ აქ სპეციალური მარშრუტები იყო გამზადებული უკვე აპრობირებული ხდებოდა ხალხი ვისაც გადაყავდა იქ მერე სირიის ტერიტორიაზე, ერაყის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. და არა მხოლოდ ევროპიდან და აქედან კავკასიელი მებრძოლები. ჩინეთის მოქალაქე უიღურები მხოლოდ და მხოლოდ ამ მარშრუტით სარგებლობდნენ. თურქეთის გავლით, იქ თურქი ემისრები მუშაობდნენ. სხვა შორის ისლამურ სახელმწიფოს შემადგენლობაში 1, 2 და 5 და 100 თურქეთის მოქალაქე არ იბრძოდა, ბევრად მეტი იბრძოდა. ბევრად მეტი ახლა ქართველი თუ იბრძოდა 100-ზე მეტი და ბოლომდე არავინ არ იცის დარჩილება იცოდეს წარმოგიდგენიათ თურქი რამდენი იბრძოდა ხო და ნუ ჩვენი უშუალო მეზობელია თურქეთი და საზღვრები რამდენად არის დაცული ეს გამოაჩინა რამდენიმე წლის წინ ვინმე ჩატაევის ვოიაჟებმა საზღვრის გადაკვეთის თვალსაზრისით, ხო, ჩამოვიდა მე აქ თბილისში ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ. ეს საფრთხე მუდმივად კიდია ჩვენს თავზე. აი დღეს თქვენთან სტუმრობამდე ვუსმენდი და ვუყურებდი რომ კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა, პრაქტიკულად განეიტრალებულია რაღაც ჯგუფი, რომლებსაც აღმოუჩინეს ნაკირავები ბინაში რაღაც ისლამური სახელმწიფოს დროშა, რაღაც ლიტერატურა, იარაღი და ასე შემდეგ. თავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი ნამუშევარი და ძალიან დიდი საქმე. ამ ხალხის აღმოჩენა, აყვანა მათი შესაბამის დაწესებულებებში გამწესება და ასე შემდეგ. მაგრამ და ამის გაკეთება შეიძლება და ვიცი რომ ხდება მუდმივად და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ ისლამური სახელმწიფო ისევე როგორც ზოგადად ტერორიზმი არ არის მხოლობითი რიცხვის რაღაცა საგანი, იდეა და ასე შემდეგ. ისლამური სახელმწიფო არის ორი. და ყველაზე მთავარი და ყველაზე საშიშია რომელიც აქვს ვიღაცას თავში. აი იმ თავში ვერანაირი სკანერი იმას ვერ აღმოაჩენს. ვერც უპილოტო საფრენი აპარატი ვერ აღმოაჩენს ქუჩაში მოძრავი ადამიანიდან, რომელია ისლამური სახელმწიფოს და სახალიფოს იდეების აღდგენის მომხრე და მოსურნე ადამიანი და რომელი არ არის. ამას სხვანაირი მუშაობა უნდა, ამას აბსოლუტურად სხვანაირი მუშაობა უნდა, რისთვისაც უნდა მუშაობდნენ სხვა უწყებების და არა მხოლოდ კონტრტერორისტული სამსახური ჩვენთან, რომლებიც თუ არ ნახეს უკვე მომზადებული ტერორისტი, ისე მათ არანაირი საშუალება და ბერკეტი და არც დანიშნულება არ აქვთ, რომ პოტენციური მებრძოლი და ტერორისტი აღმოაჩინონ. პოტენციური ტერორისტი რო არ ყავდეს სახელმწიფოს, ამიტომ საჭიროა სწორი
საგანმანათლებლო პოლიტიკის არსებობა. ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ სად და რას ასწავლის ჩვენ მოქალაქეებს. ვიცით ჩვენ არ ვიცით ეს. მიწევს ხოლმე თქვენს გადაცემაში რაღაც აღშფოთებით საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა რეაქცია ამაზე არავისგან არ არის და არავინ არ ინტერესდება, იმიტომ რომ ითვლება რომ ნუ იქ ასწავლიან რელიგიას, რა მოხდა ხე რელიგია ლოცვას ასწავლიან. ესე არ არის განათლების სამინისტრო. ესე არ არის. იქ სხვა რამებსაც ასწავლიან. ზოგან, ყველგან არა რა თქმა უნდა. სხვა რაღაცებსაც ასწავლიან. აი მასში ასაკ. და ბანდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი საზოგადოება კაპაციტებული ადამიანებს თვალს აი რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ შეიცვალა ერთი ადმინისტრაცია მეორე ადმინისტრაციით, საქართველოს გაქრა თუ არა რაღაც დასავლეთის რადარებიდან და ვართეში ფოთვასა და გმინვაში და ამ დროს ყურადღების მიღმა გრჩება ძალიან მარტივი საკითხი და უშუალო ისეთი ძალიან თვალხილული და რეალური საფრთხეები, რომლებსაც არათუ არ ვლაპარაკობთ, არც კი ვამჩნევთ. და ამ შემთხვევაში ეს არის იგივე ჩვენი მე რომ თურქეთი არის საფრთხე, მაგრამ მას შეიძლება გქონდეს რაღაცა თავისი გეგმები, ხო? თურქეთი ვლაპარაკობთ მარტო რუსეთზე და ამ დროს თავისი გეგმები არა მარტო რუსეთს აქვს, არამედ აქვს თურქეთს, იქ შეიძლება იქით გქონდეს ირანს და სხვათა შორის რაოდენიმე უცნაურიც უნდა იყოს, აზერბაიჯანს უნდა იყოს უცნაური, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც. ჩვენ ამას აი ყოველს ვეძახით რაღაცა ძმები, მეზობლები, რაღაცა როგორ შეიცვალა და ამას ვერ ვხედავთ. რა საფრთხეებია? საფრთხეები იმ თვალსაზრისით, რომ იმ სახელმწიფოების ინტერესებში, რომლებიც ჩვენ უშუალოდ გვესაზღვრებიან, მათ შორის ორია, თქვა რუსეთზე სულ ლაპარაკობთ, მაგრამ არაფერი შედეგი, იგივე თქვა თურქეთი და უფრო მოშორებით ირანი და უფრო მოშორებით არაბული სამყარო, მათ რა ინტერესები შეიძლება ქონდეთ ჩვენს მიმართ და მიმდინარე ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების, ასე სააშკარად მიწების გადანაწილებაც მოხდება და გავლენების გადანაწილებაც და ეხლა ჩვენ ეს დავინახეთ თვალნათლივ სირიაში, ამას ვხედავთ თვალნათლივ უკრაინაში და ვითომ რატომ ვერ დავინახავთ ამას სამხრეთ კავკასიაში, რა ჩვენ მართლა რაღაცა ცხებულები ხო არ ვართ ან რაღაც გამორჩეულები ან ამირანები აწყვეტილები ყველანი ერთ დღეს ხო არ გავხდებით ეს 3,700,000 კაცი ვინც აქ ცხოვრობთ დედაწულიანად რა საფრთხეები გველის იმ სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ უშუალოდ გვემეზობლებიან. ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ძალიან საინტერესო თემაა, რა თქმა უნდა. საფრთხეებზე მათ აღმოჩენაზე უნდა მუშაობდნენ ანალიტიკური ცენტრები ქვეყანაში. მე არ ვიცი ამ ასეთი ცენტრების არსებობის შესახებ არ მსმენია. შეიძლება არსებობს და მუშაობენ და ძალიან კარგია ორივე ხელით მისალმება ჩემგან მათ. არ ვიცი. ეჭვი მეპარება, მაგრამ ნუ რაც არ ვიცი, ის არ ვიცი. საფრთხეები რა თქმა უნდა არსებობს, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სამეზობლოში და არა მხოლოდ რუსეთს აქვს ამბიციები შემდეგი სახის, რომ ოდესღაც ეს ტერიტორია რომელსაც ისინი სხვადასხვა სახით მოიხსენიებდნენ, ხან გურჯისტანს უწოდებდნენ, ხან ვილაიეთს არქმევდნენ, ხან არ ვიცი კიდე რას. მათ აქვთ ამბიცია იმისი, რომ ახლო თუ არა რაღაც შორეულ მომავალში ეს გავლენები ისე უნდა დაბრუნდეს მათ ხელში, უნდა იყოს თუ ტერიტორიები არა, გავლენები მაინც. მაგრამ ზოგიერთ ტერიტორიების დაბრუნების ამბიციაც აქვს. ხო, არა მთლიანად საქართველოში მაგალითად, მაგრამ ეხლა რიგითი ქართველისთვის, თქვა, ჩემთვის, ხო, დიდი შეღავათია, იქ რაღაც ქალაქ ბათუმზე რო აქვს მხოლოდ პრეტენზია და თქვა თელავზე არა აქვს რომელიმე სახელმწიფოს. მე რა, ეს ჩემთვის უკვე კატასტროფის მაჩვენებელია. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ არის თქვა ჩვენი უშუალო მეზობელი გეოგრაფიულად, მაგრამ მათაც აქვთ ასეთი ამბიციები. ხა უნდა ვიცოდეთ რას წარმოადგენს დღევანდელი ირანის მართველი ელიტა, ხო, რა იდეოლოგია აქვს. ამას სწავლობს ვინმე ჩვენთან, გარდა სპეციალისტებისა და აღმოსავლეთმცოდნეებისა, ირანისტებისა, აწვდის რეკომენდაციებს, შესაბამის რეკომენდაციებს ხელისუფლებას და იმ სამსახურებს, ვისაც ეს ამის ცოდნის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ, არ ვიცი მე აწვდიან, არ აწვდიან, რა სემსახურება, რა მიზანს ემსახურება საქართველოში ეს მომრავლებული ირანული კულტურული ცენტრები, რას ასწავლიან იქ, რა ხდება იქ, რა ლიტერატურა შემოდის, ვინ არიან იქ, რას აკეთებენ. ისინი მარტო საელჩოს თანამშრომლებს ემსახურებიან, არა, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც არის ის. ირანული უნივერსიტეტები და მათი ფილიალები რა სამსახურს ეწევიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. რა მიზანი აქვს მათ არსებობას? ეს იციან ჩვენთან
არის თუ იციან ძალიან კარგი ეჭვი მეპარება, მაგრამ მე მგონი არ იციან და ასე შემდეგ ვთქვათ იგივე ცოტა უფრო შორეული ქვეყნები ხო და ავღანეთიდან გვემუქრება რაიმე საფრთხე ახლა ნუ ვიღაც იფიქრებს ნუ სად ჩვენ სად ავღან გვემუქრება როგორ არ გვემუქრება აგერ ჩვენს მეზობლად აზერბაიჯანში პრობლემები შეიქმნა ისლამური სახელმწიფოს ვილაიათ ხორასანის მებრძოლების მხრიდან ხო ეს იგივე ისლამური სახელმწიფო უბრალოდ ფილიალია და ტერიტორიული ერთეულია ავღანეთის ტერიტორიაზე ზოგადად უნდა ვიცოდეთ რომ ამისთანა ძალებს ესე ტერორიზმის აი ამ მიმართულებას ხო თავისებურება აქვს ის რომ ისინი არ განიხილავენ რომელიმე ცალკეღებულ ქვეყანას თავის ადგილმამულად ხოლოდ მათ პრეტენზიები აქვს თელს მსოფლიოზე ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ თელს მსოფლიოზე ამერიკაში უძლიერესი ისლამური ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ ძალიან აქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ლათინურ ამერიკაში მუშაობენ. აქ ხდება სერიოზული ფინანსური გადადინებები, იქ ნარკოტიკებია ჩართული, იქ ჰეზბოლას ფილიალებია შექმნილი და გავლენის წყაროები და ხალხი მუშაობს გავლენებზე, სამომავლო გავლენებზე. მე არ ვიცი ჩვენთან რამდენად არის ამ საკითხების კვლევა. არ ვიცი, თუ არის ძალიან კარგია. უნდა იყოს. არ ვიცი. მით უმეტეს როცა ლაპარაკი არის საერთაშორისო პროექტებზე, მილსადენებზე, დერეფანზე, სამიზნეა პირდაპირ. თავისთავად, რა თქმა უნდა. სხვას რომ თავი დავანებოთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთში ნუ რამდენი წელია და აწლეულია სერიოზული კონფლიქტებია მილსადენებს, არასოდეს არ შექმნიათ პრობლემა, იმიტომ რომ და რატომ ეს შემთხვევით ხდება, იქ რაღაც ეშინიათ იმის აფეთქების თუ რაღაც ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემები აწუხებთ ჯიჰადისტებს. არა, აბსოლუტურად არ აწუხებთ. ქალაქს რო დაწვავენ, იქ ნაკლები უბედურება ხდება. უბრალოდ მათ იციან რომ ამას ვერ გააკეთებენ, ისინი გააკეთებენ და ძალიან მკაცრად დაიშებიან და თუ შეგვიძლია დასჯა და თუ შეუძლიათ დასჯა, არ შეიძლება აი ეს არის სხვა კუთხით დასაჯონ. საინტერესო. რატომ ურჩევნია იმავე აი ვთქვათ ესეა ხო მიღებული თქვა ცივილიზებული დასავლეთი. ცივილიზებულ დასავლეთს თანამშრომლობა, იმიტომ ჩვენთან ყოველთვის აქცენტია რომ აი ჰეზბოლასთან და ჰამასთან რუსეთი თანამშრომლობდა და თითქოს ისეთ შაბეჭდილება შეიქმნა რომ მარტო რუსეთია სახელმწიფო რომელიც თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. რეალურად ყველა თანამშრომლობს ვისაც როგორ სჭირდება სიტუაციურად. და აი ამ თანამშრომლობას მათ არ აქვთ სურვილი, მათ არ აქვთ ძალა. აიგივე სახალიფო როდესაც არსებობდა, ჩვენ თურქეთი ყიდულობდა სხვა სახელმწიფოებიც ნავთობს, ხო? იქიდან იმ კონტეინერებით გადაზიდავდნენ ამ ნავთობს და ამაზე ტერორისტები ეს სახალიფო შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ისლამური სახელმწიფო. როგორ ახლა მე რომ დავდგე ჩვენ იმის წინ შენობის წინ და რა სიგარეტს ვეწევი, იმას დაადგენენ იმიდან მარკას ხელოვნური თანამგზავრიდან და ვერ ხედავდნენ ის კონტეინერები ნავთობის სად მიდიოდა, როგორ მიდიოდა. რატომ აძლევს უფლებას სამყაროს აი ცივილიზებულად რომ მიიჩნევს თავს ის ნაწილი არსებობდეს ტერორიზმი მსოფლიოში? კარგი კითხვა. აწყობთ. ყველას აწყობს ეს. აი თავის დროზე, აი ნუ რუსების გარეშე არაფერი არ გამოდის, ხო? ტერორიზმზე რომ საუბრობთ, აუცილებლად რუსებიც უნდა მოიხსენოთ, იმიტომ რომ აი დღევანდელი ერაყის ქურთისტანის მართველი ძალების წინაპრები ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან და მათი ლიდერები საბჭოთა კავშირში, აგერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შუა აზიაში ცხოვრობდნენ, ათწლეულებისგან ცხოვრობდნენ. მათ ამზადებდნენ, რისთვის ამზადებდნენ? იმიტომ რომ საბჭოთა სახელმწიფოს ძალიან კარგად ესმოდა ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა იქ ნავთობი, ბუნებრივი რესურსები და საომარ პირობებში ქურთებს უნდა შეესრულებინათ გარკვეული მისია. რა უნდა გაეკეთებინათ? უნდა აეფეთქებინათ ეს ნავთობის კოშკები, მილსადენები და ასე შემდეგ და ყველანაირად ხალხში უნდა დადგომოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას და საბჭოთა ხელისუფლება ომისთვის ემზადებოდა მთელს მსოფლიოში. არა მხოლოდ აქ მოსაზღვრე რეგიონებში. მათ ინტერესებში იყო ყველაფერი. გეოგრაფია მათთვის არ არსებობდა. აი ეს საბჭოთა კავშირი ერქვა მათ. საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო ყველგან. ასევეა გარკვეული იდეოლოგიები, რომლებიც დღეს მოდებულია საცეცებივით მთელ მსოფლიოში. მათთვისაც არ არსებობს გეოგრაფიული შეზღუდვები. როდესაც არის რაიმე ტოტალიტარული იდეოლოგია, მისი ბუნებრივი მოთხოვნილება რომ ის გავრცელებული იყოს საყოველთაოდ, იმიტომ რომ სხვანაირად ნუ ყვირის ძალიან რომ ნუ ეს ცუდია ძალიან და ცუდი უნდა აღმოიფხვრას ხო და როცა ყველგან არის ცუდი, ნუ მაშინ რაღა აზრი ნორმა ხო და ნუ ყველგან ესეა. ყველგან ესეა. და მათთვის
ისევე როგორც ეს ტრაფიკინგი, იგივე ნარკოტიკებიც და საერთოდ კადაფიც მაგას შეეწირაო, რომ თავისუფლად ნარკოტრასებს ერთ-ერთი ვერსიაც არის, ხო, რომ არა მხოლოდ დევნილების ნაკადს აჩერებდა, არამედ ნარკოტრასებს, მაგრამ ეს სრულიად სხვა თემა არის და ამიტომ დიდი ხნის ასაუბრო და არ მინდა რომ ეხა შევეხოთ. ჩვენ აი რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება რამდენად არის მოსალოდნელი თქვენი აზრით სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს თუ მოხდა, მაშინ ეს ჩვენ ნამდვილად ვეღარ აღწდება უბრალოდ და ეს რამდენად რეალური არის ის რაც ერდოღანის ყოველგვარი დემარში სავით ხო მისი უკმაყოფილო სახე ან მე მეჩვენება რომ რაღაც გავლენა აქვს ასევე ზელენსკიზეც და შეიძლება ზელენსკი ხა ეძებს კიდევ უსაფრთხოების გარანტიებს და იმ პარტნიორებს რომლებიც ამას უზრუნველყოფენ და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად მოიაზრებს თურქეთის პრეზიდენტსაც და თურქეთსაც და ეს არის მიმართული ამერიკის წინააღმდეგაც და ბუნებრივია უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ თავისი ამბიციები თურქეთისა შავი ზღვის და ვთქვათ აი სრუტეების კონტროლის საშუალება რო აქვს კი მესმის რომ საერთოდ სამართალი ამას არეგულირებს მაგრამ ნუ ის სრუტები მის ხელშია და არ გაუშვებს და ეგ იქნება ხა არასდროს არ მუშაობს ეს საერთოდ სამართალი და რაღა მაინდა-მაინც იმაში მუშაობს შავ ზღვაში სრუტეების ალტერნატივად პრეზიდენტ ერდოღანს გეგმა აქვს თავისი და აი ეს აი ამ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო და რამდენად შეიძლება გამწვავდეს ეს პრობლემა, რამდენად შეიძლება გამოიყენოს ერდოღანმა და მაქსიმუმი რაზეც შეიძლება წავიდეს. მაქსიმუმი რაზეც ერდოღანი აი უახლოეს ისტორიაში წავიდა, ეს იყო ის რომ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, ხო? ნუ ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი, მაგრამ ჩამოაგდო. და რა მოხდა მერე? ნუ არ გასულა რამდენიმე თვე და ერდოღანი ეახლა პუტინს სანქტ-პეტერბურგში, ხო? ნუ იქ გადაუკეტეს პომიდურის მიწოდების არხები რაღაც ნაყინი ჭამეს პუტინი დაპატიჟა ნაყინზე და ღლაბუწოდნენ კი ბატონო. ხო, ეხლა ერთი რამ უნდა ვიცოდეთ რომ ეხლა ომის დაწყება ადვილია, ძალიან ადვილია ომის დაწყება, აი დამთავრებაა პრობლემა. დამთავრებაა მთელი ხელოვნება. თუ დაწყება ომის დაწყებას არაფერი არ უნდა დაიწყეთ ომს და ეს. აი როგორ უნდა დაამთავროს? აი ერდოღანმა აი ეს პრინციპი იცის, იმიტომ რომ დაიწყოს ჯერ ერთი რატომ უნდა დაიწყოს ომი? ახლა რუსეთ-თურქეთის ომი სრულიად წარმოუდგენელია. ეს კარგია ძალიან, იმიტომ ჩვენ ეს არ აქვს ცდება რაღაც. აბსოლუტურად გამორიცხულია რა გავლენების სურვილიც არ უნდა კონდეს ყირიმზე და სხვა რეგიონებზე თუნდაც. და ეს გავლენები აქვს თურქეთს, სხვა შორის ჩრდილო კავკასიაში და დაღესტანში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის 19 საუკუნიდან და მანამდეც თურქეთი აქტიურად ერეოდა ამ სიტუაციაში და წაქეზება და შეიარაღება და ყველაფერი თურქეთი ამის ძალიან აქტიური მონაწილე იყო. მაგრამ ის რომ ახლა რუსეთს არ უნდა ეომოს, თურქებმა ძალიან კარგად იციან. იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატო უჩიჩხინებს მაშინ? რა მიზნით? რომ გამოსტყუოს რაღაც, აი რაღაც დათმობა, რაღაც გარკვეულ ნაბიჯებზე წაიყვანოს რუსეთი, იმიტომ რომ ბირთვულ სახელმწიფოსთან ომის დაწყება ძალიან დიდი სისულელეა და დამთავრება ძალიან დიდი კატასტროფა, იმიტომ რომ ბირთვულ სახელმწიფოს თუ ძალიან შეუტევს ვინმე, თუ ძალიან შეუტევს ვინმე, ის ბირთვული შეიარაღება რუსებმა კიდევ უფრო გაამკაცეს თავისი ბირთვული დოქტრინა, ხო მართალია, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მათ გამოიყენონ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტაქტიკური ისე ვქვია რაღაც უწყინარი, ტაქტიკური რაღაც პატარა ფრონტის რაღაც მონაკვეთი ჩა. ტაქტიკური ბირთვული. ჩვენ სამხედრო ექსპერტი გვიხსნიდა ეს თვითმფრინავი რა სიზამდა, ხო და? ხო, ნუ ახლა ეს ხანდახან სასაცილო მოსაზრებებსაც ვისურვებთ. არაფერი პრობლემა არ არის. ხო, არა, გრანდიოზული პრობლემაა, ტაქტიკური ძალიან მალე გადაიზრდება სტრატეგიულ იარაღად და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რაღაცებს ძალიან სწორი შეფასება უნდა და ახლა ის ბრავადა რომელიც მე მესმოდა ხოლმე და ალბათ თქვენც და ბევრს გვესმოდა რომ ნუ აი ახლა დღე-დღეზე უკრაინა იგებს ომს რუსეთთან. ეს უკვე სადღაც მაისში 2022 წელს მაისში, ივნისში, ივლისში სამხედრო ექსპერტები საუბრობდნენ ამას რომ სერიოზული წარმატებები რუსეთის დამარცხების გზაზე და ასე შემდეგ. საუბედუროთ და სამწუხაროდ დღეს სურათი აბსოლუტურად სხვაგვარია. რაც მოსალოდნელი იყო. დიახ. ანუ ესე იგი პრინციპში შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ თურქეთი უბრალოდ ეხლა ცდილობს რაღაცნაირად იყოს ზედაპირზე შეამჩნიონ და ზელენსკის რამდენად შეიძლება ქონდეს მისი იმედი და სადაც ზელენსკის ბედი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება გადაწყდეს და რატომ გახდა მისთვის რაღაც ერდოღანი მაშველი რგოლივით
ან ევროკავშირს თუ შეუძლია მისი დაცვა, ან ვინ აგულიანებს მას, რომ ესე დაუპირისპირდეს? ევროკავშირს არაფერი შეუძლია. მოდით ეს ვთქვათ, არც სამხედრო დახმარება შეუძლია ისეთი მასშტაბის, რომელიც უკრაინას რაიმე შეღავაც მისცემს, არ შეუძლია ეს ნამდვილად პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. საერთოდ რა შეიძლება ითქვას, რეზოლუციას მიიღებს ევროკავშირი ახალს, მე რა იქნება? კრემლში შეეშინდებათ ძალიან? არ შეეშინდებათ. თურქეთი მძლავრი სახელმწიფოა, მისი ძალებით საკმაოდ შეერაღებული ძალები, რა თქმა უნდა, არასოდეს არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, ეს გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში ერდოღანმა ეს ნამდვილად იცის. მას შუბლზე აწერია, რომ იცის ეს. რუსეთის წინააღმდეგ ისე და არც არის მოსალოდნელი, ამაზე საუბარიც არ არის ეს რაღაც. ჩვენთვის უკიდურესად სახიფათო სცენარი იქნებოდა, რა თქმა უნდა და მაგრამ მე იმედი მაქვს, თან ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ამ კუთხით ეს საფრთხე არ გვემუქრება, რომ სადღაც საომარი მოქმედების არეალი ჩვენს ტერიტორიაზე იყოს, ან ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენს თასი. მოკლედ თურქები რუსებს ომს არ დაუწყებენ და არც რუსეთი თავის დიდი სურვილის მიუხედავად, იმიტომ რომ საუკუნეების ოცნებაა რუსეთის სრუტეების კონტროლი, მაგრამ ამას რუსეთი ვეღარ მიაღწევს ვერასოდეს. გქონდათ ეთყობა რაღაც პერიოდში ამისი შანსი მათ, მაგრამ ჩვენ და სასიხარულოდ მას არ მისცეს ეს შანსი ევროპელებმა და მაშინ ევროპელები ცოტა უფრო სხვანაირი სიყოჩაღით მოქმედებდნენ. ძალად შესწევდათ და იმიტომ. მხოლოდ და მხოლოდ. დღეს აღარ შესწევთ ისეთი ძალა მათ. სამწუხაროა. დიახ. და ეს თვითონ ის ფაქტი, რომ რუსეთმა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა საუდის არაბეთი აირჩიეს შეხვედრის ადგილად და მოლაპარაკების მოედნად, ეს იყო ერთგვარი ჟესტი დანარჩენი მუსლიმური ქვეყნების მიმართ, თურქეთის მიმართ, ვთქვათ, თუ ეს უბრალოდ ჩვენ ვიცით საუდის არაბეთის მოკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამასთანავე ვიცით როგორ დახვდნენ საუდის არაბეთში პუტინს უკრაინა რუსეთის ომის მიმდინარეობის დროს. ანუ ეს ქვეყანა თქვენიც რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს ამერიკის და რუსეთის დელეგაციების მოთხოვნა იყო თუ რაღაცნაირად ძალიან ბევრი რამის მიუხედავად შეირჩა ეს ქვეყანა. ძალიან ბევრი რამის მიუხედავად. აი ცოტა უფრო შორეულ წარსულისკენ რო გადავიხოდოთ, იქ მუსლიმებს პირდაპირ უწევთ, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე ებრაელის და ქრისტიანის ფეხი არ უნდა იყოს საერთოდ. არ უნდა იყოს. რაც დაარღვია საუდის არაბეთის მმართველმა დინასტიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. რატომ დგას ეს სხვა თემაა, იქ ირანის საპირწონეთ და ასე შემდეგ. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია საუდის არაბეთის ესე წამოწევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ აშშ-ს მთავარი სამიზნე, კარგი გაგებით არის ისრაელის სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში და მისი მთავარი მოკავშირე არა საუდის არაბეთი, არამედ ისრაელი. გარკვეულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება მეტი მასტიმულირებელი როლი შეასრულოს ისრაელ-საუდის არაბეთის დაახლოებაში. მან შეასრულა ერთხელ ეს როლი, თუმცა ეს 7 ოქტომბრის მოვლენებმა ცოტა განეიტრალა და წყალში ბოლომდე არ ჩაუყრია, მაგრამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ აშშ ცდილობს, რომ ეხლა ეს ურთიერთობები ისევ წამოწიოს წინ და მე ვფიქრობ მიაღწევს ამას, იმიტომ რომ ისრაელს ძალიან ჭირდება ეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება ეს ისრაელის კარგი ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, რაც გამორიცხავს კარგ ურთიერთობას თურქეთის რესპუბლიკასთან, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი ეჭვიანობის მიზეზები არსებობს, ძალიან დიდი. ანუ ფაქტობრივად რაღაცა რამდენიმე კუთხის დაჭერას დაჭერის მცდელობა არის საუდის არაბეთის. კი, და ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. იმედია ჩვენ არ ვიქნებით დასაჭერ კუთხეებს შორის პირდაპირ მნიშვნელობით. ვნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მაყურებელს. ჩვენ ცოტა ხნით უნდა დავამშვიდობოთ ერთმანეთს სარეკლამო ჭრის გამო და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.